მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში 85 მეტრიანი, ხოლო სოფელ სხვილიში 152 მეტრიანი შიდა გზების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ჯამში 80,000-მდე ლარია გათვალისწინებული. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 14-17 ივნისს იწარმოებს. ის რომ სოფელ ივლიტაში საავტომობილო გზა დაზიანებული იყო და მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვდა, ჩვენმა რედაქციამ მასალა გასული წლის 4 ნოემბერს მოამზადა. როგორც მაშინ ადგილობრივებმა გვითხრეს, გზა განსაკუთრებით მას შემდეგ დაზიანდა, რაც მიმდებარედ ხიდების მშენებლობა დაიწყო. რა ეტაპზეა მშენებლობა? მერიაში გვეუბნებიან, რომ სამუშაოები გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ახალციხის მერიამ სოფელ ივლიტაში 2 და სხვილიში 1 ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 1,400,000-მდე ლარზე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე 3 პრეტენდენტიდან ყველაზე მცირე თანხა 1,150,000-ზე მეტი ლარი შეპესე საგზაო სამშენებლო სამმართველო ნომერ 2-მა შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. კომპანიას 3 ხიდის რეაბილიტაციისთვის ვადა 2026 წლის 16 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 16 ივნისამდე გადაიწია. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და საქართველოში შემოტანას ედავებიან. შსს ინფორმაციით ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. რა გზა გაიარა ჩემპიონობამდე წალკელმა MMA-ის მებრძოლმა რუსლან ბოლქვაძემ, რომელმაც 3 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გთავაზობთ ისტორიას, რომელზეც ჩვენი კოლეგა ლამუნა ივრემაშვილი მუშაობდა. სამგზის ჩემპიონს შერეულ ორთაბრძოლებში რუსლან ბოლქვაძეს წალკაში, სოფელ ტბეთში, მშობლიურ სახლში შევხვდით. წალკაში ოჯახთან ერთად ხულოდან მაშინ გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა 3 წლის იყო. ვარჯიში წალკის სპორტდარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ბათუმში განაგრძო. ჩემპიონი მომავლის გეგმებსა და ჩემპიონობამდე განვლილ გზაზე გვესაუბრა. ჩემი კარიერა ზუსტად აქ დაიწყო ამ დარბაზიდან დაახლოებით 10 წლის წინ და აქედან სოფლიოს უმაღლეს ლიგებამდე ძალიან დიდი და რთული გზის გავლა მომიწია. მე სადაც ცხოვრობ და ეს დარბაზი აქედან დაახლოებით 4 კილომეტრი იქნება სხვაობა და მე როცა უკვე დავიწყე ვარჯიში, არ მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველდღიურ სახლში ავსულიყავი მეჭამა და ჩამოვსულიყავი, ამიტომ ვაკეთებდი ასეთ რაღაცას სკოლიდან პირდაპირ მოვდიოდი დარბაზში და მე რეგვიან უკვე გვიწევდა ყოველთვის ფეხით ასვლა სახლში და ზამთარში ზაფხულში წვიმაში აზრი არ ქონდა და მოკლედ მინდა და ყველაფერზე ვარჯიში. რატომღაც და მოვედი პირველი დღე იყო ჯერ პირობითად კლასიკურზე ვიჭიდავე, კლასიკურზე მოვედი, მერე ძიუდოზე და გადავაბი, ანუ ყველაფერზე ერთად მინდოდა სიარული და მერე აი ზვიადი მასწავლებელი მოვიდა და მითხრა აირჩი ერთი სპორტი, გთხოვ ყველაფერზე ერთად არ გამოვა სიარული, რადგან არ ვიცოდი, უბრალოდ მინდოდა რომ რამეთი ყოფილიყავი დაკავებული. ჩემ ჯგუფში ისეთი ბეჭები დღეს უკვე სტამბილი მებრძოლები როგორც არიან ეკათამიანი, ზულაფრიცხელიანი ვარჯიშობდნენ მაგ პერიოდში, და ერთი ასაკის არის თითქმის 2-3 და მაშინ შევთავაზე და უთხარი რომ მოდი მეთქი ჩვენ ჯგუფში გადმოდით სადე და უთხარი რომ მე გამახსენა მეთქი რომ არც მახსოვდა მე რომ ასეთ რაღაცა მქონდა ნათქვამი რომ მეთქი ფორმას მოგცემ თქვენ და დანარჩენს მე პროფესიონალი მოგხედავენ მეთქი და დაიჯერა გადმოვიდა გააგრძელა დანარჩენი ხედავთ რა შედეგებიც აქვს. გარანტი არის მისი შრომის უნარიანობა და სიყვარული და წარმატებისთვის ბრძოლა რასაც აკეთებს. ერთადერთი აი ფორმულა ნებისმიერ საქმე ჩემი აზრით ასეთია რომ
შომა და კიდევ შომა მეტი ბევრი რამე არ უნდა ნიჭი ყველაფერი საჭიროა თქვა ტალანტი მაგრამ თავარი მაინც დაწყვეტი არის შომა ნებისმიერ საკითხში არ მარტო სპორტში და უძ რომელიც მას აქვს და ყველა ხედავთ ხა მოგონილი ხოლმე გზა რა თქმა უნდა ძალიან რთულია ალბათ ეს ბავშვობიდან მომყვებოდა მქონდა ძალიან მტკიცე ხასიათი და მქონდა დისციპლინა ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება რომ მე არ ვიყავ ვიღაც ჩვეულებრივი ვინც შეიძლებოდა რომ უბრალოდ არსებობდეს ყოველთვის მქონდა ჩემი შინაგანი ხმა რომ მე უნდა ყოფილიყავ ვიღაც წარმატებული და ძალიან დიდ წარმატებას უნდა მიმეღწია და ამ ხმას მივყვები დღემდე პატარა რუსლანი რომ გავიხსენოთ ყოველთვის იყო შრომის მოყვარე ყოველთვის მიყვარდა შრომა და მე სიმართლე რო გითხრათ არანაირი ასე რომ ვთქვათ არანაირი ტალანტი არ მქონდა ტალანტი ვფიქრობ რომ ჩემი ტალანტი იყო მხოლოდ შრომის უნარიანობა ვფიქრობ რომ შრომის მოყვარეობა არის ყველაზე დიდი ტალანტი ადამიანში 26 წლის სამგზის ჩემპიონი ახლა უკვე მომავალ თაობას აძლევს რჩევას ამბობს რომ დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდნენ და მიზნისთვის უნდა იბრძოლონ ყოველთვის ვიძახოდი და ვიტყვი რომ არ შეგეშინდეთ დაბრკოლებების მოусმინეთ თქვენ შინაგან ხმას და თუ დაბრკოლებები გექნებათ გაიხსენეთ ის რისთვის აკეთებთ ამას და ვინ გინდათ რომ იყოს შემდეგში აი ამ თქვენ შინაგან ხმას მოусმინეთ საკუთარ თავს დაუსვით კითხვები რატომ აკეთებთ მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრ დაბრკოლებები გექნებათ ამ დაბრკოლებების გარეშე წარმატება შეუძლებელი არის და ამიტომ არ დანებდეთ იბრძოლეთ თქვენი წარმატებისთვის და ყველაფერი გამოგივათ რუსლან ბოლქვაძემ პროფესიული წვრთნა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა მანამდე მისი ყოველი დღე ვარჯიშით იწყებოდა. მე ასე გამოდის რომ 16 წლის ასაკში დავიწყე სიარული, 16 წლამდე არ მქონდა შესაძლებლობა რომ მევლო სპორტ დარბაზში, მაგრამ მანამდე თითქმის ყოველ დღე დილით დგებოდი, უბრალოდ მივიდიოდი სარბენად, მე იქ ჩემ სახლში რაღაც პატარა კუთხე მქონდა სავარჯიშო გაკეთებული, სადაც ანუ გამოდი ჩემ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდი, გაუაზრებლად არ ვიცოდი რისთვის, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ ეს არის საჭირო და ამას უნდა ვაკეთებდი. მე შემდეგ დავიწყე უკვე აქ, მე 17-18 როცა მე 19 წლის ასაკში პირველი პროფესიონალური სპორტი, პირველი პროფესიონალური ბრძოლა იყო ჩემთვის და 2019 წლიდან დღემდე ამ ძალიან პატარა დროში ძალიან დიდი შედეგები გავაკეთე და ამით ვარ ძალიან გმაყოფილი. და ეს მხოლოდ დიდი კარიერის და დიდი სპორტის დასაწყისია. ეს არის მისი სავარჯიშო იმ დროისთვის. ეს გავაკეთე ალბათ რა ვიცი 12 წლის წინ, 13 წლის წინ. მეტიც. შეიძლება მეტი და დღემდე ასე მყარა. და მანდ ვარჯიშობდი? ამაზე ვარჯიშობდი და კუთხე მქონდა გაკეთებული და ეს არის შემორჩა რა. დარბაზის შორს იყო და თან სოფლის საქმე მოგესალმება დახმარება უნდა ოჯახთან ყოველთვის დროც არ იყო. და კიდე ახლა შორი არის, წახვიდე 3 კილომეტრი არის მე უკვე ამოხვიდე ფეხით და ну დროს მოითხოვდა რომ თავის სოფლები ქონდა რა თქმა უნდა. ამიტომ აქ ვარჯიშობდი. კაცრი ამინდებში კიდევ ვერ გადიოდა ფეხით. ტრანსპორტი ნაკლებად იყო, აქ ვარჯიშობდა. ჩემპიონის დედა გვიყვება რომ რუსლანი კარგი ძმა და კარგი შვილია. ამბობს რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. კლასი როცა მივიყვანე სკოლაში 4-ვე ესენი გიორგი, ეს არის რუსლანი, გიორგი, ირმა და გიული ერთად რომ მივიყვანე. საუკეთესო ძმა. მისი დექმა მიშვილებისთვის. ყოველთვის იქნება საყრდენი ერთი მეორეისთვის. რუსლანი იქნება ყოველთვის საყრდენი უძლიერესი ძმა მათთვის. არა იმიტომ რომ სპორტ დარბაზშია და არა, მაგ სპორტ დარბაზით და იმით არ განისაზღვრება. ეს ისეთი დაძმობა აქვს რომ არ ვიცი. შეუფასებელია მათი დაძმობა. რუსლანი ჩვენი კუთხის საამაყო ბიჭია. მე მაგალითად როგორც ერთი ადამიანი თავიდანაც ძალიან მეამაყებოდა და მეიმედებოდა. ახლა მთლად ისეთია რომ მარტო ძმებისთვის და მარტო ოჯახისთვის კი არა, აი ჩვენთვისაც მეზობლებისთვისაც არის გვერდში მდგომი დამხმარე, მეგობრული. რუსლანი გვეუბნება რომ მისი ოჯახი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და პირველი რასაც ბრძოლის შემდეგ აკეთებს დედას ურეკავს. და მე მირჩევნია ყოველთვის რომ ჩემ შვილს პირდაპირ უყურო და დავინახო პირდაპირ ეს ჩემი შვილი წააგებს, მოაგებს და ართმას ყველაფერი, ვიდრე მე გადავახვიო ან სხვა მითხრას.
პირდაპირ მირჩევნია და პირველი ზარი როგორც რუსლანი ამთავრებს არ გადისათის უთი და რეკავს დე კარგად ვარ არ ნერვიულ. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი ოჯახი და ყოველ როცა ბრძოლას ვიგებ პირველი ჩემს ოჯახს ურეკავ, დედა ჩემს ურეკავ და მამა ჩემი არის ასე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ის ყოველთვის ზის ტელევიზორთან და ელოდება, მაგრამ არის მომენტები, როცა მას არ შეუძლია ჩემი ბრძოლის ნახვა, რადგან ნერვიულობს და როცა ყველაფერი დამთავრდება, ეუბნებიან რომ რუსლანმა გაიმარჯვა და მხოლოდ ამის შემდეგ უყურებს ამ ყველაფერს მესმის მამის მხრიდან ძალიან რთული არის და ნუ რა თქმა უნდა მეც ხვდები რომ რთული სპორტით ვარ დაკავებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მშობლის მხარესაც ვითვალისწინებ. პირველი ორთაბრძოლა გაიმართა ჩვენს ბათუმში, ქალაქში, სადაც GFC-ის ეგიდით შევხვდით დაუმარცხებელი მებრძოლს, ასევე ძალიან მძიმე ბრძოლა მქონდა და 5 რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული მე გამოვედი, 5-ვე რაუნდი მოვიგე. ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყოველი ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამახსოვრებელი ჩემთვის. ბოლოს წინაბრძოლებს რაც შეეხება ყველა ჩემი გამარჯვებით და წარმატებით დასრულდა. პირველად როცა გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, არ ვიცი ვერ ავხსნი მაგ ემოციებს, ძალიან ესეთი ემოციური მომენტი იყო, რადგან 1000-დან ერთი კაცი შეიძლება იყოს მსოფლიო ჩემპიონი და როცა ამ სტატუსს ვატარებდი ძალიან მიხაროდა და ნუ ცოტა სხვანაირად ვგრძნობდი თავს. შემდეგ მეორე, მესამე და ხვდები რომ ეს უბრალოდ ჩემი პროფესია არის. რუსლან ბოლქვაძე მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ასპარეზობა ბათუმში ჩატარდება. მეტოქე ჯერ უცნობია. შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს აგვისტოს თვეში. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება ასეთი დიდი ტურნირი განსაკუთრებით ბათუმში და ამიტომ გელოდებით ყველას. ჩემი მთავარი მიზანი არის რა თქმა უნდა UFC. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია მსოფლიოში შერეულ ორთაბრძოლებში და ჩემი მიზანიც იქ არის რომ მოვხდე ამ ორგანიზაციაში. ეს ძალიან ახლოს არის, რადგან ძალიან დიდი შედეგები მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში უკვე შევაგეთ UFC-ის კარებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე მიუთითებს. რუბიომ ეს განცხადება კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად გააკეთა. უილსონმა ქართული ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურად მოიხსენია და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი მედია Independent Avenue Media's ვიდეოს. საქართველოსთან დაკავშირებით მათ კითხეს, რა არის საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობის პროირანული რეჟიმი, რომელიც არალეგიტიმურია საფრთხეს უქმნის ამერიკელების წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო. ამის გათვალისწინებით მთავრობა მხარს უჭერს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ოცნების მთავრობის მიერ წახალისებულ სწრაფად მზარდ რადიკალიზაციასთან გასამკლავებლად? On Georgia, you're right, everything you საქართველოსთან დაკავშირებით, დიახ, მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რა არის ამისთვის საჭირო. მივიღეთ რამდენიმე დადებითი პასუხიც და ამიტომ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს შემთხვევაში შევძლებთ დავინახოთ იმ მიმართულების შეცვლა, რომელზეც ის დღეს იმყოფება. ცხადია, ჩვენ სრულად გვესმის ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლახან ჩამოთვალეთ და რომლებიც ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემას წარმოადგენდა. მათ კითხეს, რა არის საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას და შესაძლოა შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევაც. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.